მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერში გადაცემა საუბრები ისტორიაზე, მე მისი ავტორი და წამყვანი ლევან ჯიქია გახლავართ. დღეს ვისაუბრებთ საბჭოთა კავშირის ბელადის იოსებ სტალინის მცდელობაზე დაებრუნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, ლაზეთი და ტაო-კლარჯეთი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გადანაწილება ხდებოდა რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის ზავების შედეგად. 1921 წლის 16 მარტის საბჭოთა რუსეთ-ოსმალეთის მოსკოვის ხელშეკრულებით და 1921 წლის 13 ოქტომბრის რუსეთ-ოსმალეთ-საქართველოს-სომხეთ-აზერბაიჯანის ყარსის ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა ოსმალეთის ტერიტორია დააღიარა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი. შემდგომ წლებში ისევ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას 1921 წელს დადგენილი საზღვრების გადასინჯვის საკითხი აღარ დაუყენებია. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საბჭოთა რუსეთ, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირ ოსმალეთის, მოგვიანებით თურქეთის სახელმწიფო საზღვარი უცვლელად დატოვა 1925 წლის 17 დეკემბრის საბჭოთა კავშირ თურქეთის პარიზის ხელშეკრულებამ. 1935 წელს მხარებმა ხელშეკრულება 10 წლით გააგრძელეს. 1941-1945 წლებში საბჭოთა კავშირ გერმანიის ომის დაწყების წინ 1951 წლის 24 მარტს საბჭოთა კავშირმა ვალდებულება აიღო დაეცვა თურქეთი იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელს რომელიმე ქვეყანა დაესხმოდა თავს. ეს იყო ერთგვარი პრევენციული ღონისძიება გერმანია-თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირის ჩაშლის მიზნით. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. საბჭოთა კავშირ გერმანიის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე 1951 წლის 18 ივნისს დაიდო გერმანია-თურქეთის ხელშეკრულება მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ. საბჭოთა კავშირ გერმანიის ომის დაწყების შემდეგ გერმანია-თურქეთის დაახლოება კვლავ გრძელდებოდა. 1952 წლის 26 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთში германიის ელჩთან ფონ პაპენთან საუბრაში განაცხადა: Турция, как прежде, так и теперь самым решительным образом заинтересована в возможно более полном поражении большевистской России. ცხადია მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომში გერმანია მარცხზე განიცდიდა, თურქეთის დამოკიდებულება გერმანიის მიმართ იცვლებოდა. 1945 წლის 23 თებერვალს თურქეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას, თუმცა ეს იყო მხოლოდ ფორმალური აქტი, მას პრაქტიკული შედეგები ცხადია არ მოჰყოლია. იოსებ სტალინისათვის ეს სულაც არ იყო საკმარისი. თურქეთს პასუხი უნდა ეგო პროგერმანული ორიენტაციისთვის. 1945 წლის 19 მარტს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე საბჭოთა კავშირმა 1925 წლის 17 დეკემბერს თურქეთთან დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა და სახალხო კომისარიატის საინფორმაციო ბიუროს განცხადებაში ეს ცალსახად იყო დეკლარირებული. მართალია იოსებ სტალინი თურქეთის დასაძლებლად ემზადებოდა, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის გაძირვას არ დაუშვებდნენ. თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი. ომი კი ჯერ ისევ გრძელდებოდა. 1945 წლის მაისში მოკავშირეების ომი გერმანიის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის კაპიტულაციით დასრულდა. 1945 წლის სექტემბერში კაპიტულაცია გამოცხადა იაპონიამაც. გამარჯვებულ მოკავშირეთა მიერ ევროპასა და აზიაში საზღვრების გადასინჯვის საკითხი უკვე პრაქტიკულად დაისვა. 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე მიმდინარეობდა მოკავშირეთა პოცდამის კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მოკავშირე სახელმწიფოთა პოლიტიკური ლიდერები იოსებ სტალინი, უინსტონ ჩერჩილი, ჰარი ტრუმენი. კონფერენციის 1945 წლის 22 ივლისის სხდომის დღის წესრიგში საბჭოთა კავშირის მოთხოვნით შევიდა საკითხი თურქეთის შესახებ. სხდომაზე საბჭოთა კავშირმა უკვე აშკარად ყოველგვარი შეფარვის გარეშე დააყენა საკითხი საბჭოთა კავშირ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადასინჯვის შესახებ. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ვიაჩესლავ მოლოტოვს კონფერენციისათვის წარუდგენია თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის რუკა. ვიაჩესლავ მოლოტოვის გამოსვლის ტექსტში თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებად მიჩნეულია ყარსი, ართვინი და არტაანი. ცხადია, რუკაზე უფრო დაწვრილებით და ზუსტად იქნებოდა მინიშნებული ის ტერიტორია, რომელზეც იოსებ სტალინი კანონიერ პრეტენზიას აცხადებდა. იოსებ სტალინი კარგად გრძნობდა, რომ თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილებას დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად ამისა, იოსებ სტალინი საკითხის დაყენებას მაინც აპირებდა. ამჯერად
ჩვენ გვაინტერესებს საბჭოთა კავშირ თურქეთის ურთიერთობაში ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის საკითხი. ამ საკითხს იოსებ სტალინი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ მზადება თურქეთისათვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებისათვის 1954 წლის მარტიდან დაიწყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1954 წლის მარტისათვის გერმანიის ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1954 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ რუსულ ენაზე დაწერა ნარკვევი «К вопросу о грузинских территориях, включенных в состав Турции». რატომ დაინტერესდა სიმონ ჯანაშია ამ შინაარსის ნარკვევის დაწერით? აშკარა რომ ამ შემთხვევაში ისტორიკოსის მეცნიერ ომიზნებზე ვერ ვისაუბრებთ. სიმონ ჯანაშია ამ პრობლემატიკით მანამდე არასდროს დაინტერესებულა. ნარკვევის შინაარსის დაწვრილებით შესწავლამ აშკარა გახადა, რომ იგი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთითაა შესრულებული. ვინდა როდი შეუკვეთა სიმონ ჯანაშიას აღნიშნული ნარკვევის დაწერა, საარქივო მასალებიდან არ ერკვევა, მაგრამ ნიშანდობლივია ის, რომ სიმონ ჯანაშიას ნარკვევი 1954 წლის 26 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის მაგიდაზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმონ ჯანაშიას ნარკვევი საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთით შესრულებულ მეორე დოკუმენტს, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის ცნობილ წერილს თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ, რომელიც სიმონ ჯანაშიას ნარკვევისგან განსხვავებით 1955 წლის დეკემბერში პრესაშიც გამოქვეყნდა. საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთისადმი მოსალოდნელი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება ცხადია დიდ ინტერესს აღსრავდა საბჭოთა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. 1955 წლის 7 ივლისს სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა არუთინოვმა სპეციალური წერილით მიმართა იოსებ სტალინსა და ვიაჩესლავ მოლოტოვს. წერილში აღნიშნული იყო, რომ სომხეთს პრეტენზია ჰქონდა თურქეთის შემადგენლობაში შემავალ ყარსის ოლქზე. ანალოგიური წერილით იოსებ სტალინს მიმართა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გეორგ მეექვსვემ. ამასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა საქართველო და საბჭოთა სომხეთი ვერ შეთანხმდებოდნენ თურქეთის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების გადანაწილებისას. კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო იყო არტანისა და ოლთისის ყოფილი ოკრუგები. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ტერიტორიის გადასვლა ჯერ რეალურად არ იდგა, საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა სომხეთს შორის უთანხმოება ცხადია კარგის მიმანიშნებელი არ იყო. პოცდამის კონფერენცია სამწუხაროდ ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის თურქეთისათვის ჩამორთვევის საკითხი არ გადაუწყვეტია. კონფერენციამ მთელი ყურადღება ევროპაში საზღვრების დადგენას დაუთმო. მიუხედავად ამისა, იოსებ სტალინის საკითხს დახურულად არ აღიარებდა, რაც სულ მალე ცხადი გახდა. 1955 წლის 14 დეკემბერს გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნდა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ. მოკლედ გაგაცნობთ ამ წერილის შინაარსს. წერილი იწყება შემდეგი სიტყვებით. განმათავისუფლებელი ომის წარმატებით დამთავრების შემდეგ გამარჯვებული დემოკრატია ირაზმება როგორც მშვიდობიანობისა და უშიშროების დასახრდენი. ამ ორგანიზაციაში თავისუფლების მოყვარე ხალხებს სურთ დაიკავონ მათი შესაფერისი ადგილი. ისინი ეძიებენ თავიანთ სანუკვარ მისწრაფებათა განხორციელებას. ქართველმა ხალხმაც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები. ჩვენ მიმართოთ მსოფლიო საზოგადოებრივ ასრს თურქეთის მიერ წარდგენილი ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს, დანაშაულს, რომელმაც ურად გაჰკვეთა ცოცხალი ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნოვრივი ბრძოლის საგანს, ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის დაბრუნებას. ქართველი ხალხი ძველთაგანვე ცხოვრობდა, შრომობდა და იბრძოდა თავის ამ მკვიდრ ტერიტორიაზე, დიდი ტავრიდან მოკლებული დიდ კავკასიამდე. ქმნიდა რა თავისი ცივილიზაციისა და სახელმწიფოებრების ახალ ცენტრებს. ქართველმა ხალხმა ცხადყო სიცოცხლისა და შემოქმედების იშვიათი უნარი, მშობლიური მიწა-წყლის მტკიცე სიყვარული, ურკევი ნებისყოფა, დაიცვა ის, რაც მას ეკუთვნის. ამის შემდეგ აქ დეტალურად არის დამოწმებული ის უცხოელი თუ ქართველი ისტორიკოსები და ავტორები, რომელთა ნაშრომებში ამ ტერიტორიებზე არის საუბარი და რომლებიც კიდევ ერთხელ დასტურებენ, რომ ეს ტერიტორიები არის საქართველოს ძირძველი ტერიტორია. ეს წერილი შემდეგ ითარგმნა რუსულადაც და გაზეთებში გამოქვეყნდა უკვე რუსულ ენაზე, გაზეთმა Zarya Vostokam გადააბეჭდა ის, Pravdam, Izvestiam, Pravda Ukrainim და ასე შემდეგ. სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილის
გამოქვეყნების დროისათვის საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობა უაღრესად დაძაბული იყო. თურქეთის მთავრობა ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრი, პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვამდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ტერიტორიულ პრეტენზიებს თურქეთისადმი. ასევე საბჭოთა მთავრობის მოთხოვნას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების რეჟიმის გადაძინჯვასთან დაკავშირებით. ამიტომ იყო, რომ პოცდამის კონფერენციის შემდგომი პერიოდი საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობაში სერიოზული დაძაბულობით აღინიშნა. 1945 წლის 6 დეკემბერს გაზეთში „პრავდა“ გამოქვეყნდა შენიშვნა „ფაშისტსკие бесчинства в Стамбуле“. სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის წერილის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს უკვე 1945 წლის 15 დეკემბერს გაზეთი „პრავდა“ კვლავ უბრუნდება სტამბოლის დემონსტრაციას და აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით „По поводу демонстрации в Стамбуле“. გარდა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილისა, აღნიშნულ საკითხზე წერილები გამოაქვეყნეს პრესაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ, პროფესორებმა ექვთიმე თაყაიშვილმა, სერგი ჯიქიამ, არნოლდ ჩიქოპავამ და სხვამ. გაგაცნობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძის წერილიდან მცირე ამონარიდს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე-15 საუკუნეში მაჰმადიანურმა ოსმალეთმა ქრისტიანულ მსოფლიოს გულზე ფეხი დაადგა. სახელოვანი კონსტანტინოპოლი დაიპყრო და კულტურული ახლო აღმოსავლეთის სიამაყის ბიზანტიის სახელმწიფოს არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა. იუსტინიანე კეისრის დროის გენიალურ ქმნილებაზე წმინდა სოფიის ტაძარზე დაპყრობილ ქრისტიანთა სისხლით მოსვლილი ხელის ანაბეჭდი გამომხატველი გამარჯვებული ხონდქარის მიერ ქრისტიანული ტაძრის მაჰმადიანურ მიზგითად გადაქცევისა მომასწავებელი რამ იყო ოსმალთა პოლიტიკისა მათ მიერ დაპყრობილ ქრისტიანულ ქვეყნებში. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ბნელი უკუნეთი ჩამოწვა. ჩვენს ქვეყანას ოსმალეთი გაუმეზობდა, შეწყდა მრავალსაუკუნოვანი ცხოველი ურთიერთობა ქართველებისა დასავლეთის განათლებულ ხალხებთან. ოსმალეთი ყოველთვის შორს იდგა მეზობლებთან მშვიდობიანი კულტურული ურთიერთობისაგან. ის აგრესიული ბუნების სახელმწიფო ყველა მეზობას თავს ესხმოდა და გლეჯდა, ვიდრე საამისო ღონე მოსდევდა. ამ დროიდან მოკიდებული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ზავი არ აქონია. ოსმალეთი უჩვეულო სიჯიუტით ცდილობდა საქართველოს დაპყრობას ცეცხლითა და მახვილით, მაგრამ ქართველები შეუნებელები მხნეობით თავს იცავდნენ. 300 წელს გრძელდებოდა უსწორო ბრძოლა. მოძალადე მტაცებელმა განაზრახი ვერ შეისრულა. ქართველთა სიმტკიცე ვერ გასტეხა და საქართველო მთლიანად ხელთ ვერ იგდო. დამპყრობელს მწარედ მოაგონდება ბასიანი, ბათომი, გორი, ასპინძა, ზეკარი, ხრესილი, ჩხერის ციხე და არაერთი სხვა ადგილი. მოწმე ქართველთა მამაცური შექმნისა და მომხდურის დამარცხება უგუქცევისა. მაგრამ უზარმაზარ მტერთან ბრძოლაში მეტად დაზიანდა ქართველი ხალხი. ოსმალეთმა თანდათან მიიტაცა საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ვრცელი მიწა-წყალი, ჭანეთი, ბაიბურთ-გიუმიშხანე, თორთუმი და სპერი, შავშეთ-კლარჯეთი, ტაუბასიანი, კოლა-არტანი და სამცხე. არც ერთ დამპყრობელ შუა საუკუნეებში კულტურული ახლო აღმოსავლეთისათვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, როგორიც მას ოსმალეთმა მიაყენა. ბიზანტია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბია, ალბანეთი, სომხეთი, საქართველო და მრავალი სხვა კულტურული ქვეყანა ქრისტიანული თუ მაჰმადიანური შეიქმნა მსხვერპლი ოსმალური მიმტაცებლობისა და მისი ბარბაროსული მოძალადებისა. შეუძლებელია სიტყვით გამოითქვას ის უსამართლობა, რომელიც გადაიტანა ხონთხის საბრძანებელში მოყოლილმა ქართველობამ ოსმალურ დამპყრობელთაგან, ფიზიკური ძალადობა, მორალური შეგინება, ოსმალთა ბატონობის მთავარი იარაღი. კალისტრატე ცინცაძის წერილი მთავრდება შემდეგი მოწოდებით. მე მივმართავ გაერთიანებულ ერთა ხელმძღვანელებს, მსოფლიო მოწინავე საზოგადოებრიობას და მოუწოდებ მათ მხარი დაუჭირონ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ამ წმინდა საქმეს. გაზეთ „პრავდაში“ საბჭოთა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერმა კანდიდ ჩარკვიანმაც გამოაქვეყნა მცირე წერილი 1946 წლის 25 თებერვალს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის მოხსენება სრულად დაიბეჭდა, სადაც კანდიდ ჩარკვიანი სხვათა შორის შეიხო სწორედ ამ საკითხსაც, თურქეთის მიერ მიტაცებულ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიასა და აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის წერილს თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის გამოხმაურებას, ასევე ქართველი მეცნიერების წერილებს ცხადია დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. განსაკუთრებით აღშფოთებით შეხვდნენ ქართველ მეცნიერთა წერილებს თურქეთში.
პოცდამის კონფერენციამ 1945 წლის ივლის-აგვისტოში, როგორც აღნიშნეთ, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები არ დააკმაყოფილა. კონფერენციის შემდგომ საბჭოთა კავშირი თურქეთის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა, ამაზე მეტყველებს მთელი რიგი დოკუმენტები. 1945 წლის 15 ოქტომბერს გაზეთში „პრავდა“ გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციის დამადასტურებელი განცხადებები. იოსებ სტალინი, რომ თურქეთისადმი ადრე წაყენებულ ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარს არ აპირებდა, ის კარგად ჩანს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელ განცხადებაში, რომელიც 1946 წლის 28 სექტემბერს გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“. ამერიკელი ისტორიკოსი ედუარდ მარკი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი თურქეთის ურთიერთობამ 1946 წლის აგვისტოში ძალზედ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერიოზულად დაიწყო მზადება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ატომური ომისათვის. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იგრძნო შექმნილი საფრთხე და უკან დაიხია. ვიაჩესლავ მოლოტოვი მოგვიანებით აცხადებდა: „Хорошо, что вовремя отступили“. 1946 წლის აგვისტო, რომ ძალზედ დაძაბული იყო როგორც საბჭოთა კავშირი თურქეთის, ისე მოკავშირეების ურთიერთობაში, ეს ცხადიდან ათელი იყო. თურქეთის შემადგენლობენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ტაოკ ლარჯეთისა და ლაზეთის გადასვლის საკითხთან შედარებით საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სხვა საკითხები აღმოჩნდა, თუნდაც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების რეჟიმის შეცვლის საკითხი. იოსებ სტალინმა შექმნილ ვითარებაში უკან დაიხია და თურქეთს მხოლოდ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების მომავალ რეჟიმთან დაკავშირებით წაუყენა პრეტენზიები. ასე რომ 1945-1946 წლებში შექმნილ ვითარებაში ტაოკ ლარჯეთისა და ლაზეთის თურქეთის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლა იოსებ სტალინის სურვილის მიუხედავად არარეალური აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის გეოსტრატეგიული ინტერესები უპირველეს ყოვლისა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ითვალისწინებდა. საბჭოთა კავშირი თურქეთის ურთიერთობა 1946 წლის შემდეგ წინააღმდეგობრივად ვითარდებოდა. იოსებ სტალინი რეალობას შეეგუა, ტაოკ ლარჯეთისა და ლაზეთის დაბრუნებაზე ხელი აიღო, თუმცა თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებას მაინც არ ჩქარობდა. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების შესახებ. 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ნოტით თურქეთის მთავრობას აცნობა, რომ საბჭოთა მთავრობა უარს ამბობდა თურქეთისადმი ადრე წაყენებულ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. ტაოკ ლარჯეთისა და ლაზეთისათვის 29 წლიანი დაძაბული ბრძოლა ფაქტობრივად უშედეგოდ დამთავრდა. დიდ სახელმწიფოთა ნებიწინად დაკანონებული უსამართლობა უსამართლობადვე დარჩა. საქართველოს ბედი დიდ სახელმწიფოთა ურთიერთობებში წყდებოდა. ქართველი ერის ინტერესები კვლავაც დიდ პოლიტიკას შეეწირა. შეგახსენებთ ზურბანსო რადიო მსმენელებო, ეთერში იყო გადაცემა საუბრები ისტორიაზე. ჩვენ საუბრობდით იოსებ სტალინის მცდელობაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მოგვიანებით დაებრუნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ლაზეთი და ტაოკ ლარჯეთი, თუმცა იმ ხანად მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა. გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია.